მოგესალმებით ყველას, ეს არის TL Time-ი, ჩვენ კი სტუმრად გვყავს ირაკლი კეკელია, იგივე მაინერი. Salami guys, salami. ირაკლი, დავიწყებ ტრადიციული კითხვებით, რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი? პირველი ავტომობილი, მართლა გულსხმულად გეტყვით, რომ არ მახსოვს, იმიტომ რომ 3 დღე მყავდა. მაგრამ რაღაცა არ გამოვიცხავ, რომ რაღაცა Toyota ან რაღაც გავსი. მანქანით დადიოდი და არ გახსოვს რა მანქანა. ან მარც მოწმობა ავიღე და დაახლოებით 3 დღე მყავდა. და 3 დღის ან 3 შეიძლება 5 არ მახსოვს რა, ძალიან ცოტა ხანი. მაშინ გადავახტეს პირველს მეორე ავტომობილი. მეორე მყავდა Jeep Compass. ეს იყო 2000 თუ სწორად მახსოვს 9-იანი ან 10-იანი. გვიან ავიღე ზოგადად მარც მოწმობა. მე ესენი მიყვარს რა და ამით დავდიოდი. მე მშობლებმა არ გინდაო ეგო ხიხი არისო. ხო და მოკლედ ის ამბავი მომივიდა რომ გვიან ავიღე 2019-ში გონი. გასაგები. 22-ში ვიყავი მაშინ რა. არც ისე გვიანა, ნორმალურად. ნუ ნახე რა სხვაობა, აი მაგალითად ჩემმა ძმამ 13 წლის ასაკში უკვე იცოდა თავიდან ბოლომდე კარგად მართვა და 17-18-ის მაშინ როცა შეიძლებოდა არ მახსოვს, გონი 18-ის იყო ჩემი ძმის დროს, ჩემ დროს 17 წლის ასაკში შეგეძლო, ეგრევე აიღო რა. ანუ აი ძალიან ჩვეულებრივად უპრობლემოდა. მე 1000 მცდელობაზე ავიღე. ან სერიოზულად, მართლა 1000 ის. ვა, რა საინტერესოა ძალიან 1000 მცდელობაზე. ეხლა რა ავტომობილი ყავს? ახლა მყავს Mercedes-ი C-კლასი, C250. C250. და როგორი ავტომობილია მოგწონს, არ მოგწონს, აი რა შეცვლიდი, რამდენად პრობლემურია. სანამ მაინერა ყავასავს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ხილაკი. იმდენად არ მიყვარს ავტომობილები. რა უნდა წამომეღო რა, მანქანაში მიდევს. მე გამოგიგზავნე. წინა ტექდათვალიერებიდან ამ წლის ტექდათვალიერებამდე ჯამში მაქვს გავლილი 1600 კილომეტრი. და ისაა გასათვალისწინებელი, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ბათუმში წავედი და წამოვედი. ანუ სადღაც 800 კილომეტრი აქედან ბათუმისაა და ის 800 კიდე გადაანაწილე მთელს 1 წელიწადზე. არ მიყვარს მანქანის სიარული, ტაქსით უკანა სკამზე. ბევრად უფრო კომფორტული. არ მანქანების მოყვარული არ ვარ. მაგრამ ეს რო ყოფილიყო Bugatti. აზერატი. მაშინ თემატური კითხვა. სადაც 2500 უეჭველი გავივიდა. კი, ხო, 2500 უკვე კუშია. კარგი, შემდეგი მაშინ კითხვა ესეთ. რა იქნება შენი მომავალი მანქანა? რისი ყიდვა გინდა? Jaguar-ი მოწონს F-Type-ი. შეიძლება ეგ ვიყიდო. 3 მანქანა არის, რომელსაც ახლა რაღაც თვალი დავადგი, ასე ვთქვა რა. Jaguar-ი F-Type-ს ვიყიდი იმ შემთხვევაში, თუ ამას დავიტოვებ. იმიტომ რომ არ მინდა რომ ორკაციანი მანქანა მყავდეს და რაღაც ყოველდღიურობისთვის ხო, ყოველდღიურობისთვის არ იქნება რა. მეორე ვარიანტი არის Ghibli. და მესამე ვარიანტი არის Giulia, ან Giulia, როგორ იკითხება Giulia. Giulia მომეწონა სხვათა შორის ერთ-ერთმა იუთუბერმა იყიდა Rabanam და მომეწონა კარგი ვიზუალი აქვს და რამდენიმე დღის წინ სამრეცხავში შემხვდა და მეთქი კაია. ანუ ეგ მანქანა არა, სხვა მანქანა, მაგრამ ნუ იგივე მოდელი, იგივე წელი და მეთქი კაია. ხო და ამათ გარდა არის კიდე ესეთი ვარიანტი. მაშინ როცა ამ Mercedes-ს ყიდულობდი, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი, ნუ თქვათ ყველაზე საყვარელი არა, მაგრამ ნუ ძალიან მიყვარდა ფილმი ტრანსფორმერები. და ეგ Bumblebee რო არის, ეგ მინდოდა და რეალურად ეხლა შემიძლია ვიყიდო, ეს გავყიდო და ის ვიყიდო, მაგრამ მივხვდი რომ Chevrolet Camaro, თლად ისეთი მანქანა ვერ არის, როგორც ფილმში ჩანს. არც ისე ცუდი არ არის. ცუდი არ არის, მაგრამ მან ძრავს გააჩნია რომელიც არის. ხო, ცუდი არ არის, მაგრამ მაინც. ანუ როგორც მივხვდი, მოკლედ ეგზოტიკური მანქანები მოგწონს ეს ვთქვათ, რაც საქართველოში ძალიან ცოტაა. მე მყავდა სხვათა შორის Tiburon-ი. იდეაში ძველი მანქანაა, არ არის ახალი. თავიდან ბოლომდე ბოდიკიტები ქონდა დაყენებული, ლამბოდორები კარიზე ვითեղებოდა. სპოილერი ქონდა. კამაროზე შეგიძლია გააკეთო. ხო, ვიცი. კამაროზე სხვა შორის მაი ავტოზე მაქვს დათვალიერებული 1-2 ეგეთი. ისე ვით რო ეღებათ კარები და კარგია, მაგრამ თვითონ ის ლამბოდორი არ ღირსვილი მე ვიცი. კი ბატონო. ხო და ანუ აი ეგეთი რაღაცები მქონდა რა, ანუ დანავაროტკებული იყო, ასე ვთქვა რა, შიგნიდან განათებების სალონში და რაღაც. მაგრამ ეგ გავყიდე და ეს Mercedes ვიყიდე. გასაგები. ირაკლი, რამდენად 7 მძღოლი ხარ? მივხვდი ეს კითხვასაც აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ 1600 კილომეტრს როცა წელიწადში გაივლი, მივხვდი რომ 7 მძღოლი ხარ. ძალიან 7 მძღოლი ვარ. არ მიყვარს გაზაობები.
ამ 6 წლიანი თუ ხო 6 წლიანი იმის განმავლობაში არც ერთი speed limit-ის ჯარიმა არ მოსვლია. და ყველაზე დიდი ჯარიმა რა მოხსული? პარკირების? Всё? Всё. არა. ეგ დათვალიერება გადავაცილე ერთხელ, იმიტომ რომ ეგ ნახდა არ მახსოვდა რა. ეგეც არ ითვლება. ეგ არ მახსოვს რა. მე მგონი ეგეც 50-ია და ისიც 50 იყო. კი. არ მახსოვს ზუსტად. კი, ეგეც არ ითვლება. მოკლედ მე და მანქანები მაინც და მაინც ჯერჯერობით ვერ მეგობრობ. კარგი. და იქიდან გამომდინარე 7 მძღოლი ხარ, მაინც აი საჭესთან როცა ხარ, ყველაზე მეტად რაზე გეშლება ნერვები? აი რო ჩაგიხტებიან ან რაღაც ესეთი. მან მაგ ორი პასუხი. ერთი არის ძალიან პატიოსანი მძღოლები, რაც გულისხმობ ხეხა უცებ აგიხს ნახე. აი პატრული რო დგას რა და რო იცი რომ 70-ით უნდა იარო, მაგრამ ის პატრული რო 40-ით მიდის და ესეც რო უკან 40-ით მიყვება. იძულებული რო ხარ. გასწარი რა. ანუ არ გაგაჩერებს, ნუ გეშინია. ეგ მაგიზიანებს, იმიტომ რომ მე მაგას არ ვაკეთებ, ვიცი ჩემი ის რა არის. კანონით რა არის დასაშვები. ხო, კანონით რა არის დასაშვები. ეგ მაგიზიანებს და მეორე ის ყველაზე ჭკვიანი მძღოლი როა. აი ყველა რო საცობში დგას და ეს რო გვერდიდან ადის. აი ხო ცოტა ხნით ბათუმში ვიყავი და იქ ყველაზე ჭკვიანი მძღოლია. აი ყველა. ბათუმელებო, ყვარობთ, ეს ნახევარი გული ჩემგან მეორე თქვენ გამოგვიშვით. ნახევარი ბათუმელები არ არიან, სხვები არიან. მაგრამ მაინც რა, ეგეც არის პრინციპში. კი, მაგიტო აღარ ჩავსულა, რო წერია უკვე ბათუმში. მე მიშვილების გამო ჩავდივარ, თორე არ ვეღარ მით. იქიდან გამომდინარე რომ 7 მძღოლი ხარ, საჭესთან რა მუსიკას უსმენ? მე ზოგადად კლასიკას უსმენ. კლასიკას უსმენ. ისე ნეოკლასიკას, ლუდოვიკო ეინაუდის, ჰანს სიმერს და ნუ ჰანს სიმერი კლასიკა არ არის, მაგრამ ნეოკლასიკა არის. საჭესთან ძალიან იშვიათი, ალბათ არც ერთი სტუმარი არ გეტყვი, ეხლა გეტყვი. ბათუმში რომ მივდივარ, ეგრეთ წოდებულ პერევალზე უეჭველი უსმენ 33-ას ან რაღაც ქართულებს, მაგარიან ნიაზდია სამიძეს, იქ მთები როა რაღაცა, ამ ფილმში მგონია ხოლმე თავი რა, ეგეთი მძღოლი ვარ. და ისე ჩვეულებრივ სიტუაციაში კლასიკა. გასაგები, ძალიან კარგი. ოპერატორებს არ გავიტან გადავწყვიტ. საფრთხეების ნორმები დაცულია მეგობრებო. არის ნერვიულად. აი ჯანიანი მანქანაა სხვათა შორის. Chevrolet Impala. ოპ. მაგრამ ვატყავ. ნომრები დაიმახსოვრე და ეს არის კიდევ. Вообще ისე წარმატებები პროექტი. საინტერესო იდეაა, მე ვფიქრობ. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პოპულა იუთუბერებს აქ. კაია. მასეს დრიფტავები არ ვიცი. არა, საჩემო რაღაცნაირი. რა სიტყვი შენ დღევანდელ ესე ვთქვათ წრეზე როგორ მოგეწონა ლილო არენა? რას ფიქრობ, როგორ გამოაჩინე შენი თავი? ლილო არენას მადლობა ხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ალბათ გვერდში გიდგას, ხო? კი, ძალიან კაია, მაგრამ გაასწორა. შედეგი არ ვიცი როგორი მექნება, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მოუთხილდი მანქანას, უთხილად რო გითხრა. მე სადღაც რაღაც მომენტში კი გავაწვალე ცოტათი, მაგრამ მე მგონი მაგით უფრო გამოვუარესე შედეგი რა, ეგ ზუსტად არ ვიცი. ხო და რაღაც მომენტში იმას ფიქრობდი, აი დრიფტით შესვლა ჯობია თუ არა თქო. ისე ფიქრობდი, თქოს ვიცი დრიფტით შესვლა, მაგრამ ყველაზე რთული მონაკვეთი რომელი იყო ამ წრის? პირველი მოსახვევი. პირველი მოსახვევი გაგიჭირდა? კი, მე იქით ნაკლებად. იმიტომ რომ ის მეორე მოსახვევი არის, მეორე მოსახვევში თითქმის ესე დიაგონალზე ვჭრიდი რა. გასაგები. ანუ არ მიწევდა დიდად რაღაც მანევრირება. პირველი მოსახვევი გაგიჭირდა. შენელება მოგიწია, ხო? გაქვს იქ რაღაც იმის საშუალება, რომ ცოტა აჩქარო მანქანა და რო აჩქარებ, მე ან ეგრეთ წოდებული ზანოსით შედიხარ, ან არა და გიწევს რომ ძალიან ილა ისე. როგორი შეგრძნება იყო? იქიდან გამომდინარე 7 მძღოლი ხარ, 7 მძღოლებს არ უყვართ ხოლმე ესეთი გასართობები რა, ესე რო ვთქვა. როგორი შეგრძნება იყო? მოგეწონა, არ მოგეწონა თუ ნუ რეაქცია არ ქონდა? თავიდან მეგონა რომ რეაქცია არ მექნებოდა. პირველი წრე რაღაც ისე ვიყავი რა, მეთქი არ მაქვს რეაქცია თქო, მაგრამ მე უკვე იყო რა რეაქციები და ალბათ მაყურებელის ნახავს.
რაღაცებს ვაკომენტარებდი გზაში, შენ ეგენი არიცი, ხო ჯერ? არიცი, არ მინახია. ხო, მოკლედ ჯერ არიცის და მაყურებელს ვეუბნებოდი მეთქი ამაკანი ზნევრები დაიმახსოვრეთ და ეს არის კიდევ გავაწვალეთ. მაგრამ მე ვნახე რომ ის დაფარული გვაქვს. სპეციალურად გვაქვს მაყურებელო დაფარული, იცოდეთ რომ მე გავყიდოთ კარგად საფიანად. მაგრამ მანქანაზე ვიტყვი. Chevrolet Impala არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი სერიალის ზებუნებრივის ძველი რა თქმა უნდა. და ეს რომ ვნახე მეთქი, ვახ, რას დაემსგავსა ახალი თაობის მანქანა თქო. მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ Chevrolet Impala არის 2 ძრავით, არის 2 და 5 ატმოსფერული, რაც ეხლა ჩვენ ყავს და არის 3 და 6. 3 და 6 სპეციალურად უსაფრთხოების გამო არ ვიყიდეთ 2 და 5 იმისთვის რომ ყოფილიყო უფრო ნელი და მაქსიმალურად უსაფრთხო. თორე ვიზუალით კი ცოტა დამახინჯეს ეს. ვიზუალით მე იმას ვადარებ, თორე ამის ვიზუალი მშვენიერია და შიგნით რაც შეეხება, აი ესეთ მართლა ტანკივითაა. ხო და 3 და 6-ზე დამიჯერეთ ძალიან მაგრად დადის ეს ავტომობილი, ასე რომ Impala-ს ყველას გირჩევთ, როგორც ჩვენს ასევე ახალს. არა, მე მომეწონა. შენი სერიალი მე მგონი უნდა გააგრძელო, ხო? აპირებენ თუ არა? რა? აი Supernatural. აპირებენ გაგრძელებას? აზე არა, D-Boys აგრძელებენ. ეხლა იგივე კასტი არის იქ, მაგრამ ზებუნებრივი რავი, კიდევ უნდა გააგრძელო. რა უნდა გააგრძელო? ჰუპ და ერთიც მეორე. ჰუპ და გაშავდა. ირაკლი. ხო. რას ფიქრობ? აი ამ დაფაზე შენი სახელი სად იქნება? მეორეზე, ანა ხაჩიძესა და მიშა თაბაგარის შორის. მინდა რომ იყოს ყოველ შემთხვევაში, ხა იქნება თუ არ იქნება, არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ იყოს. მაყურებელს მოკლედ მოიცა ჯერ რა თქვა. თუ მეორეზე მგონია, ესე იგი 37 და 97. ჩემი იქნება 39 და 16. ნუ ანუ მეორე ადგილზე იქნება შენი აზრით. ხო, ანუ 39 და 11. კარგით. მოდი ახლა გავარკვიოთ. აუ, ბოლოს იქნები უეჭო. ესე იგი მაინერის დრო არის ლილუ არენას წრეზე 37 წამი და 86 პირველ ადგილზეა. კი მოცა. აუ, მე მეგონა რომ მეორეზე გავა. ანას ცოტათი გაასწარი, მაგრამ რაც თავარია ამ დაფაზე შენი სახელი პირველია. გილოცავ ირაკლი. ძალიან მიხარია რომ მოხვედი. ძალიან გვინდოდა შენი სტუმრობა და უღრმეს მადლობას გიხდით ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ სტუმრად მოხვედი. ბოლო კითხვას დაგისვამ. ვინ გსურს რომ იყოს შემდეგი, ესე ვთქვათ, იმ კუთხით რომ ვინ შეეცადოს შენ დამარცხებას? მე ვიცი რომ YouTube-ზე ავტო მოყვარული ყავს სლენდერა, რომელიც მგონია რომ ამ ამბავში ჩემი არის მაჯობებს. თან ისიც რაღაც კოლეგიალურობის ამბავია, YouTuber-ია. და სლენდერას ვიხილავდი ამ გადაცემაში დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა დაპატიჟებისთვის და მაგრა გამიხარდა ეგ. მოკლედ ჩვენი დაფის პირველ ადგილს იკავებს მაინერი, წარმატებებს უსურვებთ მის საქმეში, მის ახალ პროექტებში და თქვენ კი გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და დაელოდეთ ახალი Real Time-ის ეპიზოდებს. დროებით.